მოგესალმებით ქალბატონ ნატა. ახლა გავჩვენებთ რა გავაკეთეს დასრულებულია, მაგრამ ჩვენ ამას ახლა გადავწყვეტთ. მოკლედ, აქ ვჭერთ წერჩიტას. ამ წერჩიტა დავწერე, ახლა მე უნდა დავაკოპირებ თქვენის ნებართვით და დავაჭერ შემოწმებას და გამოვა რომ სწორიაო. რომ დამეწერა არასწორად არ გამიშვება, მეტყუდა კიდე სადით. ახლა მეორე თვისება, მე ახლა შემილია ზეპირა ვთქვა, მაგრამ აქ გავხსნი კოდს და ავიღებ მაქიდან მაგალითად აიყოს ეს ახლა კეთილი და გონიერი. ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს ბავშვებს და ყველა სწორია მე მგონია. აი ჩავსვათ აქ იმედია ჩაისმა პირდაპირ, დიახ ჩაისვა. შემდეგი არის მესამე. მესამე იყოს მაგალითად სოფლის მახლობა ტყეში. გააჩნია ასე შემასრულებლის პირველს გაიტანს თუ ხემდებარეს თუ ზღასწოს. აი ბატონო სწორია. მე დავაპატა რა პრობლემა აქვს? აი ასე თქვათ მაგალითად, რა პრობლემა შეიძლება ქონდეს? მელამ შეიძლება შეჭამოს. აი მაგალითად. ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი სწორად შევოსე, მაგრამ თვითონ ალგორითმი მე მგონი სწორად გამიმახსოვრე. შემდეგ არის მეხუთე, როგორ მოაგვარებს პრობლემას. როგორ მოაგვარა პრობლემა არ წერია, მაგრამ ესე ფინალში რა მივიღეთ? მოხერხებულმა მელამ თავი დაიხსნა. აი ბატონო, მე მგონი თუ ზედმეტ რამეს გავატარებთ, ბუნებრივია ალგორითმი არ იმუშავებს და იმას წავშლით ახლა ნახეთ. აი ამას წავშლით. წავშლი ამას. აი თავი დაიხსნა, მე შემდეგ გაჩვენებს დასრულდა, სწორია, მე თამაში დასრულდა წარმოდებით. წერჩიდან თავი დაიხსნა მელასგან, შენ უცად ნიჭიერი ხარ. შემდეგ შეიძლება გამოიტანოთ ის რაც თქვენ გაკეთებული გაქვთ პირდაპირ მთელი ეს სამკუთხე იქნება სრულად უბრალოდ მე ახლა აღარ გამეკეთებია, იმიტომ რომ აქ შეიძლება ტექსტის გაახმოვანოთ ის ტექსტი რომელიც ბავშვმა წაიკითხეს და იმის მიხედვითაც ეს გააკეთეს და ასე შემდეგ, მადლობა.